ნახო ადგილია. მოგლეთ მეგობრებო, მოგესალმებით. რადგან ჩვენი ჯაბას მანქანა ძალიან აქტუალური იყო, გვინდა ამის შესახებ ვიტრიალოთ. ბევრმა გთხოვა განხილვის გაკეთება და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ჯაბას მანქანაზე გაგუკეთებინა ერთგვარი განხილვა. ჯაბა, როგორ ხარ, ჯაბა? კარგად, მადლობა, თავად როგორ ხართ? გაიხარე. მოკლედ, აბა დავიწყოთ. მოკლედ რომ გვითხრა, მოკლედ არა, უпростоრ დეტალურად რომ განვიხილოთ შენი მანქანა, რადგან ბევრს აინტერესებს ვიზუალური მხარე. რა აქვს გაკეთებული ამ მანქანას, ანუ დანარჩენი დაკიდების სისტემა როგორ აქვს გაკეთებული და ეს ეტაპობრივად ნელ-ნელა მივყვეთ ყველაფერს, რომ ბევრმა შეიძინა ამ ბოლო დროს Nissan Patrol-ი და ბევრს აინტერესებს სხვადასხვა ინფორმაციები და რომ გაუზიაროთ ჩვენს მომხმარებლებსაც. მოგესალმებით. მოკლედ ეს მანქანა ვიყიდეთ ჩვენი მეგობრისგან კოტესგან და არ შეიძლება რომ დაუკარგოთ ეს შრომა და უნდა შევეხოთ იმ ამბავს, რომ ამ მანქანის ვიზუალურ მხარეზე ძალიან დიდი შრომა ჩადოა ამ ადამიანმა. დააყენა ძალიან მაგარი დაკიდების სისტემა, დააყენა მაგარი ვიზუალური დეტალები, ეს airbus შიტოკი, გვერდით დამცავათაც გამოდგება და ამავდროულად წყლის ავზებია და ამავდროულად გამოდგება იმისთვის, რომ ჩავარდეს მანქანა იმაში, რა ქვია, უგზოობაში, შეგიძლია რომ საბურავის ქვეშ შეაცურო და სოდისმე მოგიხმარებია ეგ? კი. შეგვიძლია განახოთ ნაიარევი. ნუ ეხლა რამდენჯერ მივყუდებულ ვარ გვერდზე და ტყეებში რა გვიკეთებია ამებით და რამდენჯერ გადაურჩენი ვარ ეგ ხო, მაგრამ აი ეს ადგილი მაგალითად გავაფუჭე ხევსურეთში. რო დავმოვიდი უკვე ესად გავაფუჭე, ესეც გითხარი. ეს მე და გიორგი თაკაძე ვიყავით იმაში ტყეში, მანგლისის ტყეში და ვცდილობდით რომ 190 დაგვეკეცინებინა იქ ტყეში და სათხაც 130 ან 140 სიჩქარით მივფრინავდით რომ ხეს დავეჭერდა. ეს ზალოვანი ბამპერები რაც შეეხება ორიგინალია ხო, airbus-ია? ხო, airbus ბამპერია. სხვათა შორის ძალიან ბევრი და კარგი საქმე აკეთა ამ ბამპერმა, რავი, რაც გზა მაქვს ნაწმენდი ამ ბამპერით და ხეები მაქვს დაწვენილი. ისე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვაღიარებ, რომ ძალიან მაგარი განათებებია ესენი რა. კი, ძალიან მაგრად ანათებს. თან ისში სასაულია, მაგარი ეგეც დაჯახებული ხარ სადღაც ალბათ, რაღაც ცოტათი დეფორმაცია აქვს ხომერებული. არ იქნება რას ლაპარაკი. არ იქნება. სახლის სამსახური ექიმის მანქანაა. ხოლოდ სახლის და სამსახურში დავდივარ. კარგი, აბა გადავიდეთ უკანა მხარეზე ვიზუალურად, ესეც შეკვეთით არის ხო გაკეთებული? კი, 360 გრადუსზე განათებები აქვს დამაგრებული და ესეთი საბარგული. გემოვნებითაა ნაკეთები ამის ზედა საბარგული. უკან ეს დავაყენე საკმაოდ საჭირო რამეა. გამოსაბმელად. ისე დაღლილი უკუსლით რომ მიდიხარ, უფრო კარგია ეს მგონი. კი. და კამერაც გიყენია. კი ბატონო. კარგი, აბა ეხლა გადავიდეთ დაკიდების სისტემაზე, დისკები, საბურავები. დაკიდების სისტემას რაც შეეხება, ტრეს დაკიდების სისტემა აქვს ამ მანქანას და საკმაოდ კარგად მუშაობს. არასდროს არ შეუწყები ვარ და ნუ ერთხელ მარჯვენა ამორტიზატორის პრობლემა მქონდა, მაგრამ ძალიან მარტივად მომიგვარეს. მშვენივრად მუშაობს და დაფრინავს. ბაგის სტილში ხშირად დავდივარ ხოლმე. მაგაში შეჭვიარ გვეპარება. ანუ რამდენი ინჩია დაკიდების სისტემა? 3.5 ინჩიანი დაკიდების სისტემა აქვს. 3.5 ინჩზე გვიყენია ორკარიანი რახან არის. მეგობრებო, არ მინდა რომ აგერიოთ 4 კარიანსა და 2 კარიანს შორის არის საკმაოდ დიდი სხვაობა გეომეტრიაში. ანუ 3.5 ინჩზე დაკიდების სისტემა გვაქვს და ამ შემთხვევაში ახლა გვაქვს 40-იანი საბურავები, ხო? კი, 40 ინჩიანი საბურავები მაქვს და ეს საბურავები რო აქ დამეტია ამ მოკლე ბაზაში, ძალიან ბევრი წვალება დამჭირდა ესე რომ. ვცდილობდი რომ ვიზუალური მხარე არ შეცვლილიყო და მინდოდა რომ სალონშიც არ ამობურცულიყო უშნოდ სივრცეები ხო და რა ჩარევა გაკეთდა? დაიჭრა? ფრთები? ცოტათი მოიჭრა. აი აქ ცოტათი მოვჭერით, ეთყობა კიდევაც. და აქ შიდა მხარე ცოტა მოვაჩაკუჩით ესე რომ თქვა. ანუ აი ესეც დაიჭრა თუ აქ ესეც დაიჭრა? კი, აქაც დაიჭრა. კი, ცოტა მოვაჭერით აქაც რომ სიმაღლე მიგვეცადა.
დავაყენე ეს აქ მეყენა 40 ინჩიანი ჯერნები. 40 ინჩიანი ჯერნის მერე დავაყენე 40 ინჩიანი ოგრო და ეს 40 ინჩიანი ოგრო დავაყენე უფრო მეტად მოვედო რა. იმ 40 ინჩიან ჯერნიზე თითქოს გასწორებული მქონდა რკალი, მაგრამ რადგანაც ეს კიდე უფრო მაღალი საბურავია, კიდევ ერთხელ დამჭირდა ამაში ჩარევა. ხო და ცოტა კიდე მომიწია რაც კორექტირება და ეხლა ძალიან კარგად ზის გაშლებიც მშვენიერი მაქვს. აი ნაჩაკუჩებიც ეთყობა მეუბნება. ანუ პრაქტიკულად ეს მანქანა მეგობრებო ისეა მოწყობილი, რომ ტყეში იყოს პრაქტიკული, ანუ ყველანაირად გამომდგარი, აქ სილამაზეზე არ არის დამოკიდებული, არ არის გამახვილებული ყურადღება იმაზე, რომ რაღაც ლამაზი იყოს და ესთეტიურად იყოს გაკეთებული. ეს მანქანა იმისთვის არის, რომ იაროს ტყეში, იაროს თუნდაც აგრესიულად, თუნდაც ნელა იაროს და მშვიდობით ჩამოვიდეს ისე, რომ ნაკლები დაზიანებები ჩამოიტანოს. სხვადასხვა ყველა ადამიანს აქვს თავისი მართვის სტილი და ხასიათი. ყველა ისე დადის იმ უზოობაში, როგორც სიამოვნებს, იმიტომ რომ ჰობია და გართობაა და მე როგორი სიარულიც მსიამოვნებს, მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს ორკარებიანი ბაზა, მოკლე ბაზა ძალიან შვენივრად მყავს მორგებული რა. ჯაბა, ეს რეგულირებადი შტანგებია, რა თქმა უნდა, კი. მან რეგულირებადია. ბატონო. ყველაზე კარგი და საინტერესო რაც გავაკეთე ამ მანქანაზე მე და რითაც მე მოვარგე ეს მანქანა ჩემ ხასიათს არის ის, რომ შევცვალე ხიდში გადაცემები, 5.53 გადაცემები ჩავაყენე. სხვათა შორის შევა მეგობრებმა მირჩიეს, რომ ეს 5.53 ჩავაყენებინა, რადგანაც უკეთესად ივლისო მითხრეს და მართლა ეგრე აღმოჩნდა, მართლა უკეთესად დადის. ეხლა ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს 40 ინჩიან საბურავებზე 5.53 გადაცემა ხიდის შაყენებული. და 1.17 40 ინჩი საბურავი გვაქვს. კი, 40 ინჩიანი საბურავები მაქვს და ბედლოქიანი დისკები მაქვს და მოკლედ მე ძალიან ბევრი მწერთ ხოლმე პირად შეთხოვინებაში და გაინტერესებთ ხოლმე რას ნიშნავს ბედლოქიანი დისკი და რატო არის მაგალითად ბედლოქიანი დისკებს შორის განსხვავება და რა განსხვავებებია. მე ხლა თქვენ აგიხსნით და გეტყვით მაგალითზე დაფუძნებულ განსხვავებას და ნახო მოდი მინდა რომ ვანახოთ ჩვენ მაყურებელს ეს ამბავი. აი აქ ნახეთ მეგობრებო, აი აქ ოდნავ არის თითქოს ხელს რო გადაусმე, აი ეთყობა რომ გაფუჭებულია რა. რამაც ესე რო ვთქვათ, გადამარჩინა მეც და გადაარჩინა სხვა ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც რა. და რას გულისხმობ ახლა ამაში და როგორ და რანაირად გადავრჩი. მოკლედ გურიაში რო ვიყავით, სამაშველო ოპერაციას რო ვასრულებდით, მოგეხსენებათ რომ გურიაში არის ძალიან ვიწრო გზები და ამ ვიწრო გზაზე ტრაქტორი იყო ჩავარდნილი. ხო და ეს ტრაქტორი რო ჩავარდნილი იყო, მომიწია რომ ამ ტრაქტორს გვერდი ამევლო. ჩემს წინ კოტე მიდიოდა, ვის უკან მივდიოდი მე. ხო და კოტე რო გავიდა, რაღაცნაირად გაძურა, იმიტომ რომ ახლა იმის გრძელი ბაზა როა, ისე გადავიდა რომ არ დაუცურა უკან ამხარე და ჩემ მანქანამ ოდნავ დააცურა და რო დააცურა ოდნავ ჩემებურად გაუყარა ეს რო თქვას და ამით გავედე იმის წინ ესეთი ლაპა რო აქვს ტრაქტორს. კი. აი იმ ლაპას ისეთი გავცხე რომ მე მეგონა ვსიო და ჩამოიფშვრა დისკი და დიდი ტუჩი როა? ხო, აბა, მაგას გავცხე და რო გადმოვედი და ამ დისკს შევხედე, აი დავმშვიდდი რა. რო არაფერი არ ჭირდა. ანუ მაგაზე მეტი ის არ მქონია რა. ცუდი გამოცდილება ხო რა. მე მეგონა რომ მეთქი ვსიო, აი გავაფუჭე, გავტეხეთ ხო და თან მანქანაში სასწრაფო დახმარების ჯგუფი მეჯდა და მივდიოდით სასწრაფო გამოძახებაზე. ხო და ერთ სიტყვით გადამარჩინა მაშინ მეც და სხვა ადამიანების ჯანმრთელობაც და აი ეს არის ბედლოქიანი დისკი, განსხვავებაც ის არის რომ აი ეს რკალი უნდა იყოს ნაწრთობი და აი ამის წრთობა და ამისი ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველა ბედლოქიანი დისკის ყიდვა არ შეიძლება. უნდა იკითხოთ, მოიკითხოთ, ჩაუღრმავდეთ ამ თემას და ისე შეიძინოთ. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ შემთხვევაში ამ ბედლოქიან დისკს -22 აქვს ოფსეტი, ანუ სიგანე, ნახეთ რამ სიგანეა თვითონ ეს რკალიც და საკმაოდ მაღალ ხარისხიანი. და ამ საბურავსაც შეეხება გავრცელებული მითის შესახებ, მინდა რომ გესაუბროთ. აი ესეთი რომელი მითია ის აღიარე? პროტექტორები რო ზაში რო სვივა პროტექტორი. ხო და ეს სრული სისულელეა, მეგობრებო, დამიჯერეთ.
ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ ჩემი მეგობარია და უშუალოდ ამის შემომტანი და რაღაც პირად რეკლამას არ ვემსახურები, ჩემი გამოცდილებით გეუბნებით და აგერ თქვენს ვიდეოში მშვენივრად უყურებთ და თუ ვინმეს გაინტერესებს, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეს მანქანა ნახოთ, რომ არც ერთი შიპი არ არის დაზიანებული და დაახლოებით 1 წელია, რაც მიყენია ცოტა ნაკლები 1 წელზე რა და არაფერიც არ ეთყობა, რავი, როგორც დავაყენე, ისე ვისია ძალიან კარგად და მშვენივრად და მეორე მაგრად ცდებაო, ხო? და მეორე გავრცელებული მითია ესაო, გაპლასმასებულიაო თუ რა, რაღაც ეგეთი. ეხლა როგორც ყოველთვის არსებობს ეს ერთეული ადამიანები, რომლის ინტერესებშია და შედარება რო გავაკეთოთ, ხო? მე მაგალითად ეს საბურავები რომ დავაყენე ჩემ მანქანაზე, გაცილებით მეტი სირბილე მივიღე. და ამ სირბილის გარდა, ახლა ვიდეოები გექნებათ ნანახი, ვისაც გაინტერესებთ ეს სფერო. რაც მე ამ საბურავებით ნამქერები ვჭერი და მოყინულზე ვიფრინე. რავი, მახო გამოცდილება კი გაქვს ჩემ გვერდზე ჯდომის. ყველანაირად გავტესტეთ, მოკლედ მეგობრებო. ეს გენიუსი საბურავები, ოგროები და საკმაოდ ძლიერი საბურავები აღმოჩნდა ვერსატილი საბურავებიც, იმიტომ რომ ძალიან მაგრებია რა. კვალიდან ამოსვლაში ვერსატილი საბურავები ბევრად ძლიერია, ბევრად მაგარია და უფრო კარგად ამოდის კვალიდან, რომ შევადაროთ ვიდრე ოგროს საბურავები. რა თქმა უნდა, ოგროს საბურავებსაც თავისი ხიბლი აქვს, თავისი დანიშნულება აქვს, ვერსატილს ის დანიშნულება აქვს, შუაში რომ ზოლი დაყვება, ასფალტზე მეტად უფრო ნაკლებად ხმიანია და უფრო მეტად შესაძლებელია შორგზებზე გადაადგილება მით თუნდაც მით უმეტეს ამის დანიშნულება რეალურად ამ საბურავების დანიშნულება არის უგზოობა რეალურად და უგზოობაში სიარული როგორც ტალახი ასევე თოვლი. ხო და მინდა ერთ რამეს შევეხო ჯაბა კითხულობენ ხშირად რომ აი ყინულზე როგორია კი აი ჩვენ გვაქვს ესეთი გამოცდილება რომ მოვდიოდით წალკადაპაწყურის ტრეკიდან და გამოვიარეთ მანგლისი ორბეთის მონაკვეთი და ამ ანგლისი ორბეთის მონაკვეთს სხვათა შორის ერთხელ ისე მოვწყდი რომ ამის აი გადავყირავდი მაშინ სხვათა შორის ჯენები მეყენა და ამით რო წამოვედი ეს დაშვებული მქონდა ნოლორებზე მქონდა დაშვებული და რა ვიცი მშვენივრად მოვდიოდით გაკრობილი იყო მშვენივრად გზაზე რეალურად მინდა გითხრათ მეგობრებო რომ ყინულის საბურავები მხოლოდ და მხოლოდ მუშაობს ყინულზე აი ეგრეთ წოდებული ლიპუჭკებს რომ ეძახიან ეს არის ყინულის საბურავი არავინ არ მოგატყუოთ რომ აი თქვათ MT-ს საბურავი ყინულზე იდეალურია ნებისმიერი MT ნებისმიერი აგრესიული საბურავი რაც არ უნდა იყოს მაინც ყინულზე ვერ დგას არ არის ეს ყინულის დანიშნულების საბურავი მაგრამ მეტნაკლებად მუშაობს იქიდან გამომდინარე მასალის შემცველობიდან გამომდინარე და მუშაობს საერთოდ იმიტომ რომ მაღალი ხარისხის საბურავებია და საკმაოდ რბილი საბურავია თან აი არ არის ისეთი უხეში და ესე რომ ვთქვა ჩვენ გახსოვს შედარებაც გავაკეთეთ ჯერნის საბურავებსა და ამას შორის გავზომეთ საბურავების სიმკვრივე და რა ვიცი საკმაოდ რბილი საბურავებია ესენი ჯერნისთან შედარებით იგივე ზომაში ბევრად მაღალია ეს საბურავი ორივე დაბერილ მდგომარეობაში როცა იმიტომ რომ ამ საბურავს დაყვება ესეთი ძაფები კაპრონის ზაფები შიგნით, ანუ ამას არ აქვს რკინის ზაფები, რის შედეგადაც იბერება ეს გული და ამის დანიშნულება არის რომ ბევრად კარგი მოჭიდება კონდეს და იმიტომ არ არის ეს რო არ სწორდება ეს საბურავი ბოლომდე, ყველანაირად ნებისმიერ ქვაზე გადადის იდეალურად. კარგი, გავაგრძელოთ, მოკლედ, ძრავზე გადავიდეთ. ხო, ძრავი ლეგენდარული ძრავი გამომადგა. სასწაულად იტანს აბაროტებსაც. რა ძრავია ის გითხარი, ნუ გვიმალა. BMW-ს ძრავია M47 ხშირად მეკითხებით ხოლმე რა ტურბო მიყენია და სიმართლე რო გითხრათ რაღაცა ჩინური ტურბო მიყენია მაგრამ რაღაც სასწაულად მუშაობს რა ძალიან მაგრად მუშაობს სულ ახალი დაყენებული რომ მქონდა ეს საბურავები უკანათულებზე ვაყენებდი ხოლმე ამ მანქანას ხო და ეხლა ვეღარ ვაყენებ და ხო რა კიდე ჩამოტანილი მივაყარო უცბად ვიარო უკანათულებით ანუ რეალურად მინდა იცოდეთ რა რომ ყველაფერი არის შეფარდებითი. ამ M57 ძრავთან ეს ხიდის გადაცემები 5.43 არის იდეალური, როცა გიყენიათ 40 და 42 ინჩიანი საბურავები. სხვა შემთხვევაში ხიდის გადაცემები გექნებათ სხვა დასაყენებელი. ანუ თუ უფრო დაბალს დააყენებთ, შედარებით უფრო სხვანაირად ივლით. ანუ თუ დაბალს დააყენებთ ხიდის გადაცემებს, თუ დააგრძელებთ საბურავი, ცოტა პატარა უნდა დააყენოთ. ანუ უნდა შეადაროთ, ყველაფერი არის შედარებითი. ხო,
ანუ ლოგიკურია რა, თუ მაგალითად საბურავი არის 33 ინჩი და შესაბამისად 33 ინჩზე გათვლილი გადაცემები იყენია, რა თქმა უნდა, რომ როცა გაზრდი საბურავებს 40 ინჩიანებს დააკრებ და იგივე გადაცემას დატოვებ, არც აჩქარება იქნება შესაბამისი და არც სიმძლავრე და როდესაც ფარდობაში მოდის ხიდის გადაცემები და საბურავების ზომა და ძრავის სიძლიერეც ხელს უწყობს, ამ დროს უკვე იმ ეფექტზე გადიხარ, რომ აი სიამონებას ღებულობ და დადიხარ კარგად და ხარ საიმედო, როგორც შენი თავისთვის, ისე სხვისთვისაც. იმიტომ რომ უგზოობა მნიშვნელოვანი მომენტია. კიდევ ერთი შეკითხვა, ჯალამბარი რამდენიანი გიყენია? ჯალამბარი მიყენია, ესე იგი 6 ტონა ნახევრიანი. მაგრამ ამდენი შრომით დაიღალა ეს ჯალამბარი. ხო და გზა მიჩერდება და ვაპირებ რომ კამაფის ბრენდის ჯალამბარი დავაყენო, როგორც ვიცი, ნისანები რო გამოდის ქარხნულად, მაგეებს უყენიათ დუბაიში, სპეცშეკვეთები, რომლებიც არა კი წლების. ხო და მეც რომ ნახეს ვიდეოები ძალიან მომეწონა და ვაპირებ რომ ეს კამაფი დავაყენო და შვენივრად და რაც სოლოა ხო მახო ის სოლო ორი ვარიანტი ეკრანზე რო აჩვენებს სხვადასხვა იმას სიმძლავრეებს მანდ მიყენია გაძლიერებული პანარა იმიტომ რომ თავისი რაც დაკიდების სისტემას მოყვა ის სულ იღუნებოდა ხოლმე და მიქმნიდა პრობლემას და მე დავაყენე სუპერ საფარის ახლა რაც შვენივრად მუშაობს ეს დემფერიც ზამბარიანია და მუშაობს. დემფერი ზამბარიანია, დემფერი მუშაობს იდეალურად და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავია უგზოობისთვის, როცა მანქანა ემზადება რა. აი რა კარგი რამე დავინახეთ, სადღაც დაგირტყია და გამოსაღუნია. აი ეს. ახლა არ მოხდებოდა იქ სუბუქთებზე დავდივარ. სტოკების გასვლა როცა გვაქვს? შაბათს. სტოკების გასვლა გვაქვს შაბათს და შაბათისთვის ემზადებით, ვფიქრობ, საინტერესო ტრეკი ავარჩიოთ, ისეთი რომ სტოკებიც ცოტა გაერთნენ და გულით წდება ხოლმე მანქანაზე დაზიანებულ დეტალებს რო უყურებ, მაგრამ იმდენად დიდ სიამონებას მანიჭებს ისტორია, სად დავაზიანე, რომ აღარ ვცვლი ვიზუალურ დაზიანებულ ნაწილებს. მოგონებები რჩება. ძალიან მაგარი, ძალიან კარგი. სალონს რომ შევხედოთ, აბა ჩაგვახედეთ სალონში. სალონში Nissan GT-რის სავარძლებია ჩაყენებული. მე არ მომიწყვეტია წელი ამ სავარძლების იაპონიიდან წრევით, მაგრამ კოტე მოიწყვიტა. კარგი აუდიო სისტემა მიყენია. როცა რამეს ხმა აქვს ხოლმე აუწევ და მშვენივრად. ანუ გვაქვს რადიოსადგური და ის შენ რაც გამიფუჭე, როდის მიკეთებ, ძალიან მაინტერესებს ახლო მომავალში. აი, გადამაყოლა, ერთხელ მივარტყი, მუხლი აქ. მუხლი კი არა, რამის მანქანიდან გადმოვარდი, ისეთები გააკეთა და მოძრა ეს აქედან მოტყდა და იმის მერე ამას მაყვედრი სულ. სალონი სხვათაშორის ძალიან კარგი რამე მინდა ვთქვა, რომ აღჭურვილია და დაცულია, რომ შიგნით წყალი არ შევიდეს, სპეციალური იმებით არის გაკეთებული საფენებით, შუმა იზოლაციას რომ ეძახიან, ესაა გაკეთებული, ასევე ამოვსებულია ის ადგილები, სადაც შესაძლებელია რომ შევარდეს წყალი, მაგრამ მე მაინც მოვახერხე. როგორც მოვახერხე. ხვლიკი რო გადმოვისრია და ხო გახსოვს ნორიო მამკოდასე. ნუ ეხლა რა თქმა უნდა, კარიბებიდან შევა წყალი, რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში რო გავაჩეროთ. ხო, ეხლა მთელი დღე თუ შიგნით ბატეთის ტბაში რო შევედი შიგნით ტბაში კი შევიდა ცოტა. ძალიან ბევრი ისტორია აქვს ამ მანქანას, ძალიან ბევრი სიგიჟეები გვაქვს ერთად ნაკეთები, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ იმის, რომ არასდროს არ დაუტოვები ვარ ტყეში ამ მანქანას, არასდროს. ყოფილა შემთხვევა, რომ ტორმუზი აღარ მქონია, ცეპლენი აღარ მქონია, ხიდი აღარ მქონია, მაგრამ მაინც ჩემით გამოვსულ ვარ. ეგ სად ვიყავით, უხიდოთ რო იარე? გომბორი იმაზე რა ქვია, გომბორის ტრეკზე რა? კი. ხაშმი გომბორის ტრეკზე. უტიაშვილის ტრეკზე. ჩვენი მგელი ძმა. ცალე ხიდით რო იარე. მოგლეთ მეგობრებო, თუ რამე დამატებით და გაინტერესებთ, შეგიძლიათ მოგწეროთ ჩვენს YouTube არხზე და ვეცდებით რომ დეტალურად გაგცეთ პასუხი თქვენს ყველა შეკითხვებზე. ასე რომ ეს არის ჯაბას მანქანა
ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ხელშია ეს მანქანა, გვემსახურება, ჩვენც ვემსახურებით და აი ესეთ კარგ მდგომარეობაშია, ანუ მუშა მდგომარეობაშია. დამატებით კიდევ გვინდა გითხრათ ის, რომ ფაქტობრივად აი ყოველ გასვლაზე ჯაბაც აქ არის და მინდა აღვნიშნო, რომ ყოველ გასვლაზე მიყავს ხელოსანთან თავიდან ბოლომდე დაათვალიერებინებს, ნახავს რა მდგომარეობაშია და მერე იწყებს გადაწყვეტილებას ავიდეს თუ არა უგზოობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას მინდა გირჩიოთ, რომ ნებისმიერი მძიმე გასვლის მერე მანქანა გადაამოწმეთ, რომ შემდგომ გასვლაზე იქ პრობლემა არ შეგვექმნეს. მიუხედავად ამისა, ხდება ისეთი შემთხვევები, რომ მაინც რაღაც ხდება, მაინც გვიზიანდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაამოწმოთ თქვენი მანქანები ტექნიკურად დაათვალიერებინოთ, რომ თქვენს პრობლემა არ შეგექმნათ და თქვენს მეგობრებსაც იქ უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავარდეთ. კი, მანქანის მოწესრიგება არის ამ ჰობის თანმხლები პროცესი და მე ვიცახი ხოლმე რომ მეთქი რო დაუბერდები ხელოსანი უნდა გამოვიდებით. იმდენი რამე ვისწავლე. მოკლედ, ვეღარ ქოქავთ ჯაბას მანქანას, ახლა გაჩერებულები ვართ, აი უნიმოგი ჩამოიყვანი და ბუქსირით უნდა წავიყვანოთ, ხო? კი, მოგართმევენ. ჩემი მანქანა იქოქება, გასაგებს ნახევარზე გადაწე უკვე დაქოქილია. ხო. ეს ამერიკის საეძეროა, runner drive იყედება დადისო, ხო? იქოქება დადისო. კარგია. ესე ჩვენი უნიმოგი, მეგობრებო, რა ვიცი. გვიყენია, ვფიქრობთ გავიყვანოთ, მაგრამ საამისო უგზოობები უკვე აღარ არის. ცოტა ხანი გავაჩერებთ, ნახოთ ჯერ ვფიქრობ შეიძლება შევცვალო კიდეც. ცოტა არ იყოს მომწყინ და სიმართლე გითხრათ. რამდენი ხანი აკეთე და ალამაზე ეს მანქანა, რამდენი დეტალი შეუცვალე და სწორად გაუკეთე და ეს როგორ უნდა შეელიო არ მისმის. რა ვიცი, იყოს ჯერჯერობით და მე ვნახოთ. შევხედოთ, გამოჩნდება.